მე გახლავართ იოანე შოშიაშვილი, ათენის იოანე კაბოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის მაგისტრი და სწავლობ საქართველოს. დავამთავრე 111 საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო სემინარიაში, წარმატებით გავიარე ბაკალავრიატი და შემდეგ გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი საბერძნეთში სასწავლებლად, რათა გამეუმჯობესებინა ჩემი ცოდნა თეოლოგიაში და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის პროფესორ გოჩა ბარნაუს, რომელიც გახდათ ჩემი პროფესორი და რომელმაც დამეხმარა, ასე რომ ვთქვათ, რომ წამოვსულიყავი აქ სასწავლებლად და გავიარე 1 წელი ენის კურსი ათენში, ბერძნული ენის კურსი, რომელიც გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და შემდეგ ჩავირიცხე ათენის იოანე კაბოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე. ასევე წარმატებით დავასრულე ბაკალავრიატი და შემდეგ სწავლა იგივე უნივერსიტეტში გავაგრძელე უკვე სამაგისტრო კურსზე. ასევე წარმატებით დავასრულე სამაგისტრო კურსიც და ეხლა ჩავეწერე სადოქტორო პროგრამაზე. ცნობილი ბერძენი არამწერალი, როგორც მას უწოდებენ, ფილოსოფოსი სოკრატე, ტრადიციის და გადმოცემის მიხედვით, სწორედ აქ იმყოფებოდა პატიმრობის დროს, როდესაც ის დაიჭირეს ცნობილი ბრალდების გამო და ეს გახლავთ სწორედ ცნობილი სოკრატეს ციხე ათენში. ციხე რო იყო აქ, ამის ავთენტურობა დასტურდება თვითონ შენობიდან გამომდინარე. ეს იყო ერთკაციანი ციხეები მაშინდელ ათენში და აქ გახდათ მოსასვენებელი, თუ შეიძლება მას მოსასვენებელი ოთახი უწოდოთ, აქ გახდათ სამზარეულო და იქით გახდათ აი ამ ადგილას გახდათ საპირფარეშო. სანამ თეოლოგიის სწავლას გადავწყვეტდი, ვთამაშობდი ფეხბურთს 10 წელი, შემდეგ სამწუხაროდ დავასრულე საფეხბურთო კარიერა, შეიძლება ასე ვუწოდოთ და შემდეგ დავიწყე, მანამდე ეკლესიასთან მე შეხება არ მქონდა საეკლესიო ცხოვრებას და შემდეგ დავიწყე ასე რომ ვთქვათ, ღვთისმსახურებაზე სიარული სამების საკათედრო ტაძარში და მიმიზიდა ასე რომ ვთქვათ, ეკლესიამ ინტერესი აღძრა ჩემში და აქედან დაიწყო ასე რომ ვთქვათ, ჩემი თეოლოგიით და ღვთისმეტყველებით დაინტერესება. სამწუხაროდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და არ გვაქვს საშუალება, რომ უშუალოდ ვიხილოთ არეოპაგი, თუმცა რაღაც გარკვეული წარმოდგენა მე მგონი შეგვექმნება. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, როდესაც პავლე მოციქული ჩამოვიდა ათენში საქადაგებლად, სწორედ აი აქ ქადაგებდა და პირველი ათენელი ქრისტიანები მოაქცია მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზე. პირველი ეს იყო დიონისი არეოპაგელი და მისი ცოლი დამარისი. და მაშინდელ ეპოქაში, ესე იგი პირველ საუკუნეებში, ეს არეოპაგი ითვლებოდა მსოფლიო სასამართლოდ, ასე რომ ვთქვათ, რაც დღეს სტრასბურგს აქვს, ის ფუნქცია ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით მოდის აქ პავლე მოციქულის საქადაგებლად, რადგანაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა აქ და შესაბამისად ბევრ ადამიანს მოიზიდავდა სწორედ ამ მიზეზით. ცხოვრობს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომელიც ეკუთვნის საბერძნეთის ეკლესიის სინოდს. Έλα λίγοι είμαστε, έλα λίγοι. Σοκράτη,
მე ვარ სტიპენდიანტი, სტიპენდიას ვიღებ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისგან და ეს სტიპენდია თავის თავში მოიცავს საცხოვრებელსაც, ანუ უზრუნველყოფენ სტუდენტებს საცხოვრებლით და კვებით. სასწავლებელში რა წიგნები გვჭირდება, თითოეულ საგანს აქვს შესაბამისი ერთი წიგნი და იმ თითოეულ წიგნს საბოლოო ჯამში ამჟამად 51 საგანია საერთო ჯამში ჩასაბარებელი, ჩემ დროს 58 იყო და ასე რომ ვთქვათ, ეს 58 წიგნი ავიღე უფასოდ. თამაშობთ ხოლმე ფეხბურთში. ვისურვებდი, რომ საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემაშიც მართლა დანერგილიყოს ეს ჩვეულება, ასე რომ ვთქვათ, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ უფასოდ ჰქონდეთ წიგნები, მაგრამ წიგნი რო ჰქონდეს უფასოდ, უნდა არსებობდეს წიგნი. სამწუხაროდ, მაგალითად თეოლოგიურ სივრცეში ძალიან რთულად მოიპოვება დღეს სხვადასხვა სახის ნაშრომები, სხვადასხვა დარგში, ასე რომ ვთქვათ, თეოლოგიის დისციპლინაში და ამიტომ ჯერ წიგნები უნდა შეიქმნას, რომ შემდეგ სტუდენტებს, ასე რომ ვთქვათ, ჰქონდეთ საშუალება, რომ უფასოდ მიიღონ ეს წიგნები და ამის საზრუნავი არ ჰქონდეთ, რომ თქვათ იქ ფინანსური კუთხით და ასე შემდეგ. არის რაღაც გარკვეული სახის სხვაობები, ვთქვათ, იგივე თბილისის სასულიერო აკადემიასა და ათენის თეოლოგიურ უნივერსიტეტს შორის, კონკრეტულად სასულიერო აკადემიის მაგალითი მომყავს, რადგანაც მის კურსდამთავრებული ვარ. სასულიერო აკადემიაში უფრო მეტად აქცენტი კეთდებოდა, როგორც მახსოვს, უფრო სულიერი კუთხით ზრუნავდნენ სტუდენტების აღზრდაზე და ათენის უნივერსიტეტში უფრო აკადემიურ მხარეს ექცევა ყურადღება აკადემიურ თეოლოგიას, იმიტომ რომ თეოლოგიაც ორი სახის არის, ეს არის თეოლოგია, როგორც წმინდა თეოლოგია, რომელიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს თეოლოგი. თეოლოგი არის ის, ვინც ლაპარაკობს ღმერთზე, არის მოძღვრება ღმერთის შესახებ, მაგრამ არსებობს ასევე ამის გარდა აკადემიური თეოლოგია. როდესაც აკადემიურ დონეზე ხდება, ასე რომ ვთქვათ, საგნის შესწავლა. ვიტყვი კიდევაც, რატომ არის შეცდომა, იმიტომ რომ ესე იგი ადამიანი თავის შინაგანზე, თავის სულზე ზრუნავს ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ადგილას. პირველ რიგში ტაძარში უნდა ხდებოდეს ეს საღვთო ევქარისტიის დროს და უნივერსიტეტი ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჩემი აზრია არ მიმაჩნია იმ ადგილად, რომ ასეთი დიდი აქცენტი გაკეთდეს სულიერებაზე. უნივერსიტეტი არის აკადემიური სივრცე და შესაბამისად აქცენტიც აკადემიურ სწავლებაზე უნდა გაკეთდეს. როგორც ყველა ადამიანი მე დილით ჩვეულებრივად ვდგები, თავს ვიწესრიგებ, რა თქმა უნდა, შემდეგ აუცილებლად უნდა წავიკითხო რომელიმე წიგნი, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად კითხვით უნდა დავკავდე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ თუ კი, ეხლა ამ შემთხვევაში უკვე ლექციები აღარ მაქვს, რადგან დავასრულე, მაგრამ როდესაც ლექციები მქონდა, შემდეგ უნივერსიტეტში მივდიოდი, ვესწრებოდი ლექციებს და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი ხოლმე საცხოვრებელში და დღემდე, ხანდახან როდესაც მიწევს გასვლა, თქვათ სხვადასხვა საქმეებზე, შემდეგ ბრუნდები საცხოვრებელში, ისევ დაახლოებით 2 საათი დაკავებული ვარ კითხვით, სხვადასხვა ლიტერატურის, არა მარტო თეოლოგიური, არამედ მხატვრულიც მათ შორის. ამჟამად ვკითხულობ დიონისიოს ვალაისის საეკლესიო ისტორიას, ამჟამად ამ წიგნს ვეცნობი და ასევე პარალელურად ვკითხულობ იოანე კარმირისის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლიკური და დოგმატური დოკუმენტები, ასე ქვია წიგნს, რომელსაც ვკითხულობ ვეცნობი PDF ფორმატში. ეს გახლავთ ჩემი საცხოვრებელი ოთახი. ზოგადად საცხოვრებელში ყველა ოთახში ცხოვრობთ 2 ადამიანი, ანუ მყავს თანაოთახელი, რომელთანაც მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. მოკლედ ეს არის ჩემი ოთახი, სადაც ცხოვრობ. ეს გახლავთ საცხოვრებლის ფოიე, სადაც თითქმის ყოველდღიურად ვიკრიბებით სტუდენტები და
საუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ თუ არააქტუალურ საკითხებზე და ვჯელობთ ხოლმე სხვადასხვა სახის დისკუსიებიც იმართება ხოლმე. ახლა კი გაჩვენებთ ჩვენი საცხოვრებლის ეზოს, რომელიც ზოგადად ჩემთვის ძალიან გამორჩეულია, იმიტომ რომ გამწვანებულია, რაც ძალიან იშვიათი რამ არის ათენში, იშვიათად შეხვდებით ასეთ გამწვანებულ ეზოებს და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო გარემოა აქ, როგორც სტუდენტებისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის. თავარი კითხვა, რომელიც არსებობს თეოლოგიაში, ეს არის კითხვა რატომ. თქვათ, რატომ ქმნის ღმერთი სამყაროს, რატომ ქმნის ღმერთი ადამიანს, რატომ ხდება, რომ სიტყვაზე ბავშვები იხოცებიან, მაგალითად, რა ძალიან მტკივნეული ნაწილია ზოგადად საზოგადოებაში და ამ სამყაროში და უამრავი სხვა კითხვა. და ეკლესია ყოველთვის პასუხობდა და დღეს სამწუხაროდ აქვს ეს კრიზისი დავარქმევდი ამას. ეკლესიას ეს კრიზისი, რომ რაღაც გარკვეულ გამოწვევებს და გარკვეულ კითხვებს ვერ პასუხობს, თუმცა ეკლესიას ყოველთვის აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. უბრალოდ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვიცოდეთ ეს პასუხები და ჩვენ გადავცეთ საზოგადოებას ეს პასუხები. ამიტომ ჩემი აზრით, აი მთავარი კითხვა, რომელსაც თეოლოგია სვამს, ეს არის კითხვა რატომ. ეს გახლავთ ჩვენი საცხოვრებლის სამზარეულო, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს რომ ვიყვებოთ, დღეში სამჯერად იყვება, დილით, შუადღეს და საბავშვოში. ყავს მზარეულები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენ კვებაზე. ძირითადად არის მენიუში არის ბერძნული სამზარეულო, რა თქმა უნდა, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვეუბნებიან, რომ თქვა ჩვენც მოვამზადოთ ხოლმე რაღაც ჩვენი ეროვნული კერძები, მე ვერ ვარ მაინც და მაინც კარგი მზარეული. შესაბამისად, არასდროს არ მქონია შემთხვევა, რომ რაღაც ქართული საჭმელი მომემზადებინა, თუმცა სხვა სტუდენტებმა შეძლეს და რამდენჯერმე მოამზადეს თავიანთი ეროვნული კერძები და დავაგემოვნეთ. მზარეულებთან ისევე როგორც ადამიანებთან, რომლებიც ზრუნავენ საცხოვრებლის სისუფთავეზე, გვაქვს ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა, ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა სახის საკითხებზე, რა ვიცი და მათ პროფესიას ვაფასებ 10 ბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ 10-ით, იმიტომ რომ ძალიან გემრიელ საჭმელებს გვიკეთებ. Καλή κάμερα. Καλή κάμερα. საცხოვრებლის ამ სივრცეში იმართება ხოლმე სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის ერთი-ორჯერ კონცერტებიც გქონდა ხოლმე, სხვადასხვა მომღერლები მოვიდნენ და ჩაატარეს კონცერტები. გვაქვს ასევე ძალიან დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზის ფუნქციასაც იტევს თავის თავში ეს სივრცე და ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე აქ და ვეცნობი სხვადასხვა სახის ლიტერატურას. ამ სივრცეში რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რელიკვია გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, მე რელიკვიას დავარქმევდი და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ეს ბიზანტიური კოდექსი, რომ ეს ასლია თვითონ, თუმცა ორიგინალი თარიღდება მე-10 საუკუნით, რომლის ავტორიც არის ბიზანტიის იმპერატორი ვასილი მეორე მაკედონელი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს კონკრეტული ხელნაწერი, რაც არის აქვს კოდექსი, შეიქმნა ვატიკანის და საბერძნეთის ეკლესიის აპოსტოლიკი დიაკონიის, რომელიც არის საბერძნეთის ეკლესიის ორგანიზმი, ასე რომ ვთქვათ, ერთობლივი შრომითა და ღვაწლით. ეს გახლავთ ჩვენი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამლოცველო, სადაც ყოველ დღე საღამოობით ვიკრიბებით ხოლმე და ვატარებთ
სხვადასხვა სახის ღვთისმსახურებებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სამლოცველოში დაცულია სხვადასხვა სახის სიწმინდეები, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირის და წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები. როდესაც საეკლესიო კანონები იწერებოდა, ეს საეკლესიო კანონები იყო თანამედროვე კანონები, ანუ წმინდა მამები, როდესაც იწვევდნენ მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებებს, ამ კრებებზე წერდნენ შემდეგ კანონებს და ეხებოდნენ აქტუალურ თემებს, აქტუალურ საკითხებს, ანუ არ იყო კანონები რაღაც მოგონილი თემებიდან გამომდინარე, ანუ ეს ყველა კანონი ეხება იმდროინდელ აქტუალურ საკითხებს. და შესაბამისად ეკლესია ყოველთვის ამ ნიშნით, ყოველთვის თანამედროვე იყო და ყოველთვის თანამედროვე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მე ერთ მაგალითს ვიტყვი, მახსოვს, როდესაც საეკლესიო ცხოვრება დავიწყე პირველ ხანებში, ტაძრები, ასე რომ ვთქვათ, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ, გადაჭედილი იყო ახალგაზრდობით, დღეს ახალგაზრდობისგან დაიცალა ტაძრები, იმიტომ რომ ეკლესია ვერ პასუხობს აი ამ ახალგაზრდების გამოწვევებს, აი ამ ახალგაზრდების კითხვებს. მაგალითად, ჩემთვის ხშირად მოუმართავთ ახალგაზრდებს, რომ რაღაც კითხვები ქონდათ, კონკრეტული კითხვები და კონკრეტულმა სასულიერო პირებმა ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე გაეცათ პასუხი, უბრალოდ ეს ადამიანები გაყარეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ეკლესიიდან. რაც არის ეკლესიის პრობლემა, იმიტომ რომ ქრისტე და მასშტაბე მისი მსახურები ადამიანებს კი არ უნდა აგდებდნენ ეკლესიიდან, პირიქით უნდა ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდო. ეკლესიას აქვს ორგვარი გაგება. ეს ერთი გაგება არის, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიური სხეული და ეკლესიის მეორე გაგება ეს არის ეკლესია როგორც ადმინისტრაციული ერთეული და ადამიანები ხშირად ვერ ავლებენ ზღვარს აი ამ ორ კომპონენტს შორის, აი ამ ორ მიმართულებას შორის, მოდი ასე დავარქმევ. და შესაბამისად, როდესაც თქვათ რაღაც პრობლემებს აწყდებიან ეკლესიაში, ტოვებენ მთლიანად ეკლესიას. ჩემი აზრით ეს შეცდომაა. პრობლემები არის ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვაღიაროთ და ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება და პრობლემებს რა თქმა უნდა გამოსწორება და უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემებზე და ვეძიოთ გზები, გამოსწორების გზები, თუმცა არა ეკლესიის დატოვებით, იმიტომ რომ ეკლესიის დატოვება ჩემი აზრით თავის თავში მაინც გულისხმობს ქრისტეს დატოვებას და ქრისტეს დატოვება ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ეს პიროვნება გახლავთ ამ საცხოვრებლის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი, ფანარის მიტროპოლიტი აღათანგელოზი, რომელიც ზრუნავს ზოგადად მთელ ამ საცხოვრებელზე და რა თქმა უნდა ჩვენზე სტუდენტებზე და დიდად მადლიერი ვარ ამ პიროვნების. Θεολογικό φοιτητικό οικοτροφείο. მე-18 საუკუნის ბოლოს დაარსდა თეოლოგიური საცხოვრებელი და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. 18ου αιώνα. Δέχτηκε εδώ τους πρώτους 1950 წლიდან პირველი სტუდენტები მოვიდნენ აფრიკიდან, სირიიდან, პალესტინიდან, ევროპიდან. Συρία και από την Ευρώπη. Αν κανείς δει την ιστορία, აქ ყველა საპატრიარქოდან მყავს სტუდენტები და მათგან დიდი პიროვნებები ჩამოყალიბდნენ. მოდიან სტუდენტები, რათა შეისწავლონ თეოლოგია როგორც მეცნიერება. ასევე ისინი ეცნობიან მართლმადიდებელ სწავლებას და ბერძნულ კულტურას. საქართველოდან ძალიან ბევრი სტუდენტი ყავდა. დღეს ქართულ ეკლესიას და საქართველოს წარმოადგენს ჩვენი საყვარელი სტუდენტი იოანე. ასევე ქართულ სტუდენტებს შორის გამოვარჩევდი მელქისედეკს, რომელიც დღეს მარგვეთის ეპისკოპოსია. ჩვენთვის დიდი სიხარულია, რომ ჩვენი სტუდენტები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, ზოგი ლექტორი გახდა, ზოგი სასულიერო პირი და ასე ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს. საბერძნეთის ეკლესია და ეპისკოპოსი იერონიმე ყოველთვის ხელგაშლილია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც უნდათ აქ მოსვლა და სწავლა. ვინც ბერძნული ენა იცის, ითვლება, რომ ის ადამიანი ძალიან მდიდარია, რადგან ეს არის ეკლესიის მამების ენა, რომელ ენაზეც სახარებები დაიწერა.
Θα είμαστε πολύ χαρούμενοι στο μέλλον. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ კიდევ ბევრი სტუდენტი გვეყოლება საქართველოდან და საქართველოს საპატრიარქოდან. Ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ სამყაროში გავავრცელოთ ქრისტიანული სიყვარული. Με δύο λόγια. ორი სიტყვით. Ο Θεός είναι απλός. ღმერთი მარტივია. Ο διάολος είναι σύνθετος. ეშმაკია ορთული. Και εμείς γίναμε σύνθετοι άνθρωποι. და ჩვენ სამწუხაროდ რთულები გავხდით ადამიანები. Και εμείς οι ιερείς და ჩვენ სასულიერო και οι პირები χριστιανοί μας. და მორწმუნეები, ქრისტიანები. Αλλά κάνουμε το σταυρό μας και συνεχίζουμε. მაგრამ პირჯვარს ვიწერთო და ვაგრძელებთ. Και απευθυνόμαστε σε κάθε άνθρωπο που έχει καλή καρδιά. და ყველა ადამიანს მიუმართავთო, ვისაც კარგი გული აქვს. Γιατί υπάρχουν και εκείνοι που δεν καταλαβαίνουν. რადგან ზოგიო ვერ იგებს ამ ყველაფერს. Ο Θεός όλους μας αγαπάει. ღმერთს ყველა ვუყვარვართ. Έχουμε έναν Τσακβετάτζε, δεν είναι και τόσο γνωστός, όχι Αγγλία παίζει, Watford. Εμένα ο Μαρματασβίλη που τον πήρε και η Liverpool τώρα. Ναι. Εγώ προσωπικά Είχαμε και παλιά τον Καλάτζε, είχαμε στο Μιλάνο, καταπληκτική ομάδα είχε τότε. Είχαμε και έναν Αρβελάτζε στο Άγιαξ όταν έπαιζε ο Ιμπραγიმოვιτς και Λιτμάνεν και... აქ სტუდენტები სხვადასხვა საკითხებზე საუბრობთ ხოლმე, მათ შორის ფეხბურთზე, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რა ვიცი, მიდის ხოლმე სერიოზული დისკუსიები, განხილვები და რა ვიცი, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. Γιώργη Κινκλάτσε. Εδώ με πιάνεις αδιάβαστο. Γεωργιανός Μέση. Τόσο. Πιο καλός από το Κουαρατσχέλια. Αλήθεια. ხშირად ამბობენ და აპელირებენ იმაზე, რომ აი თუკი ჩვენ ევროპაში შევალთ და დასავლეთს ავირჩევთ, ასე რომ ვთქვათ, შემოვა რაღაც გარყვნილებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბერძნეთი არის ამის ძალიან კარგი მაგალითია, რადგანაც საბერძნეთი არის ევროკავშირის წევრი, არის ნატოს წევრი და აქ მართლმადიდებლობა არც მეტი და არც ნაკლები არის სახელმწიფო რელიგიის სტატუსით. მართლმადიდებლობას აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი, ანუ რელიგიას და კულტურას თუ არ ვიცი შენ ფასეულობებს, მხედველობას დასავლეთი კი არ ებრძვის, პირიქით იცავს. და გეუბნება ნებისმიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, რომ პირიქით ეს კარგია, რომ შენ შეინარჩუნო შენი კულტურა, შენი ტრადიციები და შენ კულტური და ტრადიციებით გახდე ევროპის წევრი, ევროპული ოჯახის წევრი და აი, როგორც აღნიშნე საბერძნეთი ამის ძალიან კარგი მაგალითია და ჩემი აზრით შეგვიძლია რომ ვისწავლოთ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია რომ ბერძნებისგან ეს ძალიან კარგი მაგალითი ავიღოთ. ჩემი მიზანი თავიდანვე, როდესაც სწავლა დავიწყე, გახდათ ის, რომ მიმეღო შესაბამისი ცოდნა, დამეგროვებინა ცოდნა და შემდეგ მე თვითონ გადამეცა ეს ცოდნა სტუდენტებისთვის. ანუ ჩემი მიზანი ის იყო, რომ გამხდარიყავი ლექტორი, თეოლოგიის ლექტორი, რა თქმა უნდა. შესაბამისად ეს არის ჩემი მიზანი და სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემ ძალებში რაც არის, შევეცდები რომ სწორედ აი ამ გზას გავყვე, ანუ აკადემიურ გზას და ჩემი ცოდნა, რაც ცოდნაც დავაგროვე 10 წლის განმავლობაში გადავცე სხვა ადამიანებს.